სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში თითქმის 1 საათია მიმდინარეობს და სწორედ ამ დროის განმავლობაში მესამე პრეზიდენტი ცდილობს ახსნას ის სისხლის სამართლებრივი დევნა, რომელიც მის წინააღმდეგ არის დაწყებული. ამ წუთებში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია ეგრეთ წოდებულ პიჯაკების საქმეს განიხილავს და როგორც ბრალდების მხარე ამბობს, სახელმწიფო ბრალდებამ დაითვალა ის ზარალი, რომელიც 12 წლის მმართველობაში მიხეილ სააკაშვილის პერიოდის დროს სახელმწიფოს მიადგა და სახელმწიფო ბრალდება ამბობს, რომ პიჯაკები, ყვავილები და რედბული, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის ნაყიდი, 9 მილიონ ლარს აღემატება. შესაბამისად, ბრალდების მხარე ახლა ითხოვს ზიანის ანაზღაურებას და სწორედ 9 მილიონის გადახდას ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. თუმცა დღეს მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ მას საქართველოში აქვს მხოლოდ კახეთში საცხოვრებელი სახლი და ვენახები, რომლის გაყიდვის შემთხვევაში ის თანხა ვერ იქნება 9 მილიონი, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება ამ კონკრეტულ სისხლის საქმესთან დაკავშირებით ითხოვს. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ერთადერთი მიზანი, რის გამოც ახლა სახელმწიფო ბრალდებამ ზიანის ანაზღაურებაზე დაიწყო საუბარი, არის მხოლოდ ის, რომ დედამისის სახელზე არსებული საქართველოს უნივერსიტეტი სახელმწიფომ გაუყიდოს, რადგან ამ უნივერსიტეტში სწავლობენ ახალგაზრდები, რომლებსაც ეს უნივერსიტეტი სთავაზობს თავისუფალ და დამოუკიდებელ განათლების სისტემას, რაც ივანიშვილის გუნდს არ სურს. მიხეილ სააკაშვილმა დღეს ვრცელი სიტყვით ისარგებლა, ამ წუთებშიც მისი მოსმენა მიმდინარეობს სააპელაციო სასამართლოში, თუმცა დიდი ნაწილი მან სწორედ იმ ზიანის ანაზღაურებას დაუთმო, რომელსაც ითხოვს სახელმწიფო ბრალდება ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მას აქვს საქართველოში მხოლოდ ერთი ქონება, რომელიც არის კახეთში და კიდევ ერთი ქონება, რომელიც არის უკრაინაში, თუმცა მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინის ქონებას საქართველოს მხარე ვერ შეეხება და შესაბამისად მას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გამოძიებამ ახლა ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ზიანის ანაზღაურებაზე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაიწყო საუბარი, რომ საქართველოს უნივერსიტეტი გაყიდონ და ერთადერთი ქონება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ოჯახის საკუთრებაშია, სრულიად წაართვან. ეს არის სტელობა სინამდვილეში გავიდნენ დედაჩემზე. იმიტომ დედაჩემი არის უნივერსიტეტის დამფუძნებელი. ეს მთელი ისტორია რაც ეხება ამ პროცესს, ეს არის პროცესი კონკრეტულად კიდევ ერთი ძალიან მაგარი უნივერსიტეტის დახურვის საქართველოში. ჩემი ქონება შედგება 75 კვადრატული მეტრის სახლისგან, 1.5 ჰექტარი ვენახისგან, რომელიც ვიყიდე საპრეზიდენტო ვენახით, ხელფასით. კიევში მაქვს ჩემი უკრაინული ზომები ძალიან მოგზაურებული სახლი, მაგრამ ის საერთოდ ამას ესენი ვერ მიწვდებიან და ის საერთოდ სხვაობერიდან არის, ეს ნამდვილად ეხება ჩემ ქართულ მოღვაწეობას. ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ პროცესზე ყურადღება გაამახვილა ელჩებზე განხორციელებულ თვალთვალზე. ის ამბობს, რომ რასაც ის ციხის საყრდნიდან მედიის თვალით უყურებს, არის მხოლოდ და მხოლოდ იმის მანიშნებელი, რომ ივანიშვილს ახლა ყველაზე მეტად სწორედ იმ ელჩების ეშინიათ, რომლებიც ივანიშვილის გუნდის მიმართ არიან კრიტიკულად განწყობილები. ის ამბობს, რომ ერთადერთი პირი, ვისაც შეუძლია რომ გასცეს ბრძანება, რომ ელჩებს უთვალთვალოს, ეს არის სწორედ ოლიგარქი ივანიშვილი, რადგან სხვა შემთხვევაში უბრალოდ შეუძლებელია რომელიმე კონკრეტულმა კერძოდ პირმა განახორციელოს ელჩებზე თვალთვალი. პრეზიდენტმა ისაუბრა ირანში განვითარებულ მოვლენებზეც. ის ამბობს, რომ წლევანდელი წელი იქნება დიქტატურის დასასრული და შესაბამისად ის არ გამორიცხავს, რომ ამ დიქტატურის დასასრულს ბიძინა ივანიშვილიც მოხდეს, რადგან ყველა ის მოცემულობა, რაც რეალურად ქვეყანაშია, მათ შორის საერთაშორისო გამოხმაურებები მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან მალე ივანიშვილის გუნდი დასრულდება. სწორედ ასეთია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებების სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში. საქართველოში არის დარეგისტრირებული რამდენიმე 1000 ირანული ფირმა ბოლო წლებში. გონიათ რომ ისლამური გუშაკთა წული არის. რა თქმა უნდა არის. და რა თქმა უნდა ეს არის პირდაპირ საფრთხე არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკას, საქართველოს საერთო ყოფნა არ ყოფნის. უთვალთვალებენ ელჩებს. რა გიგოთ, აი ამ საქმეში არის ჩადებული ხილარი კლინტონის მიერ რედბულის მოსვლა. აქ არის დონალდ ტრამპის მასპინძლობაც, კიდე კარგია, ალკოჰოლს არ სვავდა, მაგრამ წვენები დაგულია. დღეში სენდარები ნაკლები თანხით გამოვედით, სხვადასხვა დისკოტეკაზე თხოვდა. იუშენკოს თხოვენ, პრეზიდენტ იუშენკოს აბანოში მე ქისე რატო გამოიყენა. მე მინდოდა რომ დღეს ჩვენ ადვოკატებს შეაერთოთ ის პიჯაკები, რომელზეც არის საუბარი. მე უბრალოდ არ მეკითხავს ამ. გამოვიზარდე იქ. და ამიტომ ეს ჩვენზე თვალთვალი რატო გუგულს? და რატო ესენი ხო?
Წარმოიდგინეთ, როგორი არის თამარ წარმოქმნილი. ამათვის თავარი ქურდი არის პუტინი. ქურდი არის რა თქმა უნდა თეირანი. ბიძინა არის ძველი ბიჭი. ძველი ბიჭის ფუნქცია რა არის? გაჩაბვრა წესიერ მოქცეული ადამიანებს. აი ელჩები ევროპელებს წესიერ იქცევიან წესებია ყველანაირად თავგიხრიან, ძილიმიან. აი ესენი უნდა გაჩაბრო. ხუთოსნები და წესიერად მოქცეული ადამიანები. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს გაერთიანება რომელიც არის ოპოზიციაში. ამ გაერთიანებამ ყველა ამ საკითხზე მოხდიოს რეაგირება. ჩვენ უნდა მივახციოთ იმათ რომ ეს სანქციები მართლა გახდეს ყოველის მომწვევი. ჩვენ ამ სანქციებზე უნდა ვიმუშაოთ. ძალიან კარგია რომ ყველები ქონდება იგანური პენეტრაციის საქმე, მაგრამ ოპოზიცია მომწონა აკეთოს. ოპოზიცია უნდა ამხილოს, ოპოზიცია უნდა ჩარხერბოს ყველა გზები ამ რეჟიმისთვის. ოპოზიცია არ უნდა დაუშვოს ამ მდგომარეობის ნორმალიზაცია. ნორმალური ხელისუფლების მოქმედება ამ პირობებში იქნებოდა სრული ძალიან დიდი სიფრთხილე. ეს არის სიტუაცია, როცა ყველა უნდა გამოიჩინოს ძალიან დიდი სიფრთხილე, მაგრამ ასევე ფიქსების დაცვა. სიფრთხილე არის ყველანაირი აღკვეთა, ყველანაირი უცხოური სპეცსამსახურების საქმიანობის, რუსულის და ირანის. ერთი რუსი ჯაშუში არ დაუჭირდათ საქართველოში. გასაგებია რომ ის თავისუფლად მოქმედება, აბა ვინ დახოცა ჩვენი სპეცსამსახურები. მე იმედი მაქვს რომ ცუდი ასე თქვა, რუსებმა დახოცეს და არა მან კუთვნილ ქართველებს. გუშინდელი პროცესის მსგავსად დღესაც სააპელაციო სასამართლოს ხტომათა დარბაზში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა დრონებზე, რომელიც ახლა საქართველოს არ აქვს. ის ამბობს, რომ საქართველოს დაცული არ არის, რადგან 2012 წელს, მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი აპირებდნენ მოლაპარაკებების წარმოებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომლებიც იყვნენ თანახმა იმისა, რომ საქართველოსთვის გადმოეცა დრონები, რომელიც იქნებოდა ერთ-ერთი მთავარი გარანტია იმისა, რომ საქართველოს იქნებოდა დაცული. ეს მოლაპარაკებები სწორედ ივანიშვილის გუნდმა ჩაშალა. შესაბამისად, დღესაც მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოს დაცული არ არის და ერთადერთი ადამიანი, ვინც ეს მოლაპარაკებები ჩაშალა, არის სწორედ ბიძინა ივანიშვილი. სანამ ჩამწოვდა მანქანაში გამჩხრიკეს და ეს არის სავარცხელი. დაგვიდეთ, სავარცხელი ხო ხარ და ჩვეულებრივი სავარცხელი. ამ სავარცხელს შეყავდა 5 ძორდა პენიტენციური თანამშრომელი. ხელებით, ფეხებით, რა ვიცი, ყველაფერს. ამ ხალხმა უნდა დაგვიწვევს ჩვენ რუსებისგან. ჩვენ გქონდა ძოსანი რაკეტების პროგრამა დელტაში, პირველი პროტოტიპი უკვე გამოუშვით, ხალხი ამას ძალიან კარგად იცის. ჩვენ გქონდა დრონების პროგრამა, ამ დრონების პროგრამაში ჩვენი ამოცანა იყო როგორც გადამჭერი დრონების, ასევე თავდასხმითი და სადაზვერვო დრონების წარმოება. 9 მილიონი ვარი, სწორედ ეს არის თანხა, რის ანაზღაურებასაც სახელმწიფო ბრალდება ახლა მიხეილ სააკაშვილისგან ითხოვს, რადგან ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ყვავილები, რედბული და პიჯაკები, რომელიც სააკაშვილმა მისი მმართველობის დროს იყიდა 9 მილიონ ვარს აღემატება და შესაბამისად ახლა ბრალდების მხარისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხა იქნეს ანაზღაურებული და შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი. თუმცა ჩნდება მთავარი კითხვები, რის საფუძველზე აპირებენ სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენლები ამ ზიანის ანაზღაურებას, რადგან ქონება, რომელიც ახლა პირადად მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაშია, მხოლოდ და მხოლოდ ერთ საცხოვრებელ სახლს შეადგენს, რაც 9 მილიონი ვარი ვერ იქნება. მას შემდეგ, რაც პროცესი დასრულდება, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება სახელმწიფო ბრალდებელთან ეს კითხვები და შესაბამისად მოვისმენთ მათგან თუ როგორ აპირებენ ამ თანხის ანაზღაურებას მიხეილ სააკაშვილისგან.